უკვე მეშინია. ეს არის წიწილა მაყვის სოუსით, თაშმიჯაბით, რომელიც ჯერ არ გამისინჯავს. და ასევე ორაგულის რა არის ეს? ხო, ორაგულის სტეიკინუშის სოუსით და გამომწვარი ბოსტნეული. ჩვენ ვართ მოედანში პუშკინის 10 ნომერში. აბა ლიკა შეგვიფასე. ესენა გავუკეთო. გამომწვარი ბოსტნეული. მენიუში რამე დარჩა რაცა შევუკეთეთ? ბევრი რაღაც. სახეზე ეთყობა რომ ძალიან კარგია. მინდა. ნიკა ელოდება კანკალით. მამის ინჯავს ხინკას. აბა. ცომი კარგია. რა წუნიანია გამოიღვარა მამა. გამყაია. ნიკა ინჯავს პარალელურად. მეც მაინტერესებს. რა გემრიელი სოკოს ხინკალია. თან წუნიანია. რაღაცა მომჟაო გემოაქვს შეგნით. და მე მგონი ტარხუნასაც ხსნობ შეგნით. ძალიან გემრიელია. მამემ გასინჯა წიწილა, ხო? მაყვის სოუსით და თაშმიჯაბით და არის სასწაული. ძვალიც არ აქვს თან და ისეთ გემრიელი საჭმელია, რომ აბა ნიკა შენ რა სიტყვა? წიწილაზე ძალიან აცრუებული მქონდა გული, იმიტომ რომ სადღაც გავსინჯა და აი მთელი კერძი იყო ძვალი. აქ არ არის. აი ამ ყველაფერს მე არ ვიცი საერთოდ საჭმელი როგორ უნდა ჩავიტიოთ მუცლებში. მაგრამ დესერტი შევუკვეთეთ. ჩვენ იდეაში ყველაფერი შევკვეთეთ იმისთვის, რომ დავაგემოვნოთ და გაგიზიაროთ და ყველაფერი გავსინჯეთ და გემრიელია. მართლა 10-დან 10 არის ყველაფერი. ხო და მოკლედ დესერტებს ველოდებით. დესერტების დრო მოვიდა და მე 3 ცალი შევუკვეთე. მამიმ რა თქმა უნდა 1. ეს არის ბაკურიანში რო იყიდება რა ქვია. ეს არის გირჩის მურაბა. გირჩის მურაბა, რომელზეც გიჟეტები და ეს არის ტყლაპის ნაყინი, რომელიც ცალკე შევუკვეთე და თან თაფლის დამცხვარი. თაფლის დამცხვით ხსნი. ინტენსიური თაფლის გემოაქვს. აი ამ. მამიც ჩემთანაც ინჯავს. თაფლის დამწვარი. პირველი თაფლის დამცველია, რომელსაც თაფლის დამცველია. ტყლაპის ნაყინი. რა გემოაქვს? შენ გავიგე გემოცა. აბა მიდი მამიჰემ. ხლაფებდო. არა, ტყლაპის გემო მართლა არ აქვს. მაგრამ კარგი ტექსტურა აქვს. ნაყინი რეალურად ბრაუნს მოყვება. მე ცალკე შევუკვეთე. შეიძლება იმასთან ერთად არის კარგი. აბა. ეგრევე თაფლის გემოაქვს. ნაღები და ეგ დესერტი მოგეწონა? ზემოდაც აქვს გემრიელია. ანაკოტას იდეა დევს ამ დესერტში მე როგორც მივხვდი და ზემოდან გოზინაყი აქვს, ხო? ერთად ძალიან კარგი გემოებს კრავს. გირჩის მურაბა, რომელსაც ფიჭვის კევის გემო აქვს. გოზინაყი, რომელიც ძალიან კარგად ხრაშუნობს და გემოს იდეალური აქვს. და პანაკოტა, რომელიც არის ჟელეს ტექსტურა, რომელიც არის ცივი და სასიამოვნო.